ბესო სადა ვართ? მე მგონი დავიკარგეთ ვაფშე, ნახე, არაფერი არა ჩანს, დათო. რამხელა ნისლია. დილამშვიდობის მეგობრებო. დღესაც ჩვენ გამოვედით მორიგ ჩვენ ექსკურსიაზე. წინა ვიდეოში ჩვენ გვაქვს გადაღებული ქვემო და ზემო ახალშენი. მივადექით ქვემო ახალშენს, რომელიც არის კერძო საკუთრება, სოფელი შესყიდული აქვს, როგორც მე გავიგე, ერთმა ჩემმა გამომწერმა მომწერა კომენტარში. და ზევითა მხრიდან ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შემოვედით ამ სოფელში, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო. დიდი ჭიშკარი იყო და ქვევიდან მივადექით სოფლამდე, ახალშენამდე არის ძველი ნაქალაქარი, რის ნახვაც დღეს ჩვენ გვინდოდა და გეგმაში ვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ნაქალაქარამდე მისასვლელი გზა, ეხა გაჩვენებთ თქვენ როგორი დაბრკოლება დაგვხდა გზაზე, მაგრამ ბესომ როგორც ნახა, კიდე მესამე გზაც არის, ერთი ალტერნატიული გზა. ცოტა კი არა, საკმაოდ რთული გზა არის, მით უმეტეს დღეს დიდი თოვლი მოვიდა. მაგრამ ვეცდებით მაინც ჩვენ ამ ალტერნატიული გზით ავიდეთ ნაქალაქარამდე და გაჩვენოთ. ძალიან საინტერესო ადგილია, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი ხელოვნური დაბრკოლებები გვხდება და ჯერჯერობით ვერ მივედით დანიშნულების ადგილამდე. იმედია მივალთ, გადავიღებ და გაჩვენებ. აბა წავიდეთ. თეთრ წყაროში ვართ ეხლა და შვენიერი თოვლი მოვიდა თეთრ წყაროში. გზები გადაწმენდილია ერთი პირი, მაგრამ თოვლი მაინც კარგად დევს. ბესო, ჩვენ რა გვინდა ორი ნაბიჯი? შოთი ვიდა ორი ნაბიჯი. ორნაბის რო გაცდები იქ კრუგზე ჩასახვევია და მუნცადენცად ხაჭაპურსაც ხოვენ გონია საცხობია ხო და ხაჭაპურის მაშინ არ ქონდათ ადრე ვიყავით და ეხლა იქნება. კარგი იყო მეგობრებო, გეიხარეთ გენასვალეს მაგარი კაი ვარიანტი აღვყავთ. იქ არის ტრაფარები. რას ვახავდი ასე? ეხლა მივდივართ სოფელი სამღერეთისკენ. და სამღერეთიდან არის გადასახვევი, უნდა ვნახოთ ნაქალაქარია. ნაეკლესია. რა თოვლია, იო. თამოი. თოვლი მოსულა. თუ კიდე მე წინ გავყვები და გამომყევი, ან კიდე წადი. არა, საწავიდე, წადი შენ წინ. ასე პირდაპირ მიდის გზა რა. მაშინ დაჯექით და ავიდეთ მანქანით. მაგარი ჰაერია და ცივა მომენტ, მაგრამ რო დადიხარ არ ცივა. მაგრამ რა გორა ჩანს. ეს ტრაქტორის ის არის მითესლივი ნაგავი. მიტანელი მიწა ხო ტრაქტორი. უნდა გადავიაროთ ეს მიწა. გვერდიდან თუ გავავლით, თორე იმაზე ვერ გავავლით. მაინც ერთი ჩავიდე ვნახო რა ხდება ბაბა. კი, კაცო, კაი გზა, ალაგ-ალაგ არის დიდი მყვალები, დიდი მანქანა, სამხედრიანი მანქანას.
არა თოვლით არის ამოვსებული სულ. მონაჭრელი ხეებიცაა, ეგ ჯირკები ყვა და ო, შეშაზე დადიან, დათო. შეშაზე მაგანებია თქო ეს თოვლი ხო იქნება ერთი 50 სანტიმეტრი სიმაღლეში. 50 არა. ერთი სიტყვით კიდევ ერთი დაბრკოლებას მივანდექით, ეგერ გზაზე ხედავთ. ხო და ეხლა ვცდილობთ კიდევ ნახოთ რამე ალტერნატიული გზა, რომ ბოლო-ბოლო მივიდეთ ნაქალაქარამდე. და ეხლა მარცხენა მხარეს უნდა ავიდე მე, აი აქ. და დავადგებით, ანუ აი ამ გზაზე რაც ყრია, დაბრკოლებები, მაგას ავწდებით რა. აი აქ თუ ავედით. იმედი მაქვს ავალთ აქ. აუ ნახოთ. კი, იქ ამოვედით და ეხლა უნდა დავადგეთ პესოს ბილიქს. პესომ ნახა შემოვლითი გზა რაღაცა. ხო, კაი, წადი და მოყვები. ხო და მეგობრებო, ეხლა შეიძლება ბევრს გაუჩნდეს ის აზრი, რომ ეს გზაზე დაყრილი ხრეში არის სპეციალურად გზებს აკეთებენ და მაგ მიზნით არის დაყრილი, მაგრამ ეგრე არ ეტყობა, სპეციალურად არის შუა გზაში დაყრილი. მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი ასეთია, გზისთვის რო იყოს დაყრილი, იქნებოდა გვერდზე დაყრილი, ხო? დატოვებდნენ ასავლელი გზას და შევძლებდით ჩვენ ჩვეულებრივად პრობლემების გარეშე მისვლა იმ ადგილამდე, სადაც ხა მივდივართ, მაგრამ ერთი ადგილი შეგხვდა, ეგეთი ის იყო დაბრკოლება, ხრეშები ეყარა. ეხა ეს არის მეორე ადგილი, იმას შემოვარეთ და ამასაც ვცდილობთ რომ შემოვაროთ. დაჯო ბაბო. და ეხლა იქეთ. ო, მარჯვენა მხარე, ჩემ ყალს მიყვება. შენ დაჭდები? მიდი, წინ წადი. ახალი გზა გავყვალე. მოკლედ გაუყვალავ, ტყეში დავდივართ რა. აქ მანქანით გავლილი არავინ არ არის. მე მგონი ფეხითაც არავინ არ არის გავლილი. სად არის დათო აბა? რა ვიცი. ეს შესასვლელი არა. ნაფეხურები არ ჩანს. და ისე ამ მგონი ნაფეხურები. ხო. აგერაც ხრეში ყრია. აუ, აქაც ხრეში ყრია, დო. მაგრამ ამ ხრეშს აულით ახლა ჩვენ მამეთ იქით ხრიდან, მაგრამ მე სად მიდის? ეს ხო არ არის გზა პირდაპირ. აი ეს. ასე არ არის. მოვიდეს ერთი ბესო. დათო აქაც ხრეში ყრია გზაზე. დათო დაიკარგა. კვალი არ არის მაგ. დათო სადმოძებნა. დათო არ დაიკარგება, დათო მაგის ჩიტი არა, სადმე დაიკარგება. რაფერ არ დაიკარგება, ამის საწავა ვერ გეიგებ ვერაფერს. თავის სკოლას გამოყვება უკან, მაგრამ სად მივა გაცმარაც.
წევიდა ქვეით და აღარ ესმის და უძახე და მე ყარ შევხედე და იქით მიდიოდი უკან ისე ავარ. ასე უნდა შევიდე? იქეთ. აიქეთ. დინარე ხრამის ხმაც ისმის. მერე ძალიან ისე ცუდად. ეხლა ველოდები ზურას უნდა ჩამოვიდეს. ეს თითქოს გზა არის რა, მაგრამ ისეა ყველაფერი დათოვლილი, არაფერი არ ჩანს. არ მიდის რიხი. გაყევი. მოდარგა ხომ კამიონი არა. მიყავით. ისე გონდა. ო, პირდაპირ. ზოგან დიდია, ზოგან პატარა, რავი. როგორ გავჩანთ ზეით მაგანაო? კი, საკაი. აუ, გამეთოშა ხელები. ადგეთ ლეგორი ლისანი. რამდენი ჩაგვიკეტეს გზა, მაგრამ მაინც გამოვიდეთ. მაინც გამოვიდა, არის ე? კი. და უგარ მიიღო. გამეტანი მარცხნივ ხო არ მოუვა. ჩეროში გააჩერა სიცხეა ნამედალა. გურიკო გააჩერა ჩეროში ნამედალი სიცხეა. უი, აი მოვედი. ეკლესია. ხოთი, აი მარცხნივ ამბი. მოიცა გადავიღო. რა საკეთებ? ბიჭო, აქ ხარ მეჭამა პური, დავიღალეთ რა, პური ჭამო და მე გავაგზავნოთ გზა. არ ჯობია? რაცხა დავიждეთ სადმე იყოს. შვენიერი ამინდია, კაითოულია. მე რა მაინტერესებს, იცი? აი ამ ქვედაგზიდან თუ იქნება სოფელში შესასვლელი, იმიტომ რომ იქიდან ვერ შემოვედით, დათო იქიდან დიდი ჭიშკარია და ჭიშკარია ჩაკეტილი და აქეთ მხრიდან არ ვიცი ხა არის თუ არა შესასვლელი. შესაძლებელია რომ ერთი ხიდანი. და მეორე მხრიდანაც იყო შაკეტილი. აი ახლა იქიდე წყალი ჩაქვს, თქვი, აი დინარია ეს თავი. ეს აღდგენილი ეკლესია. სოფელ ახალშენთან. რესტავრირებულია ეს ეკლესია. რესტავრაცია გაუკეთეს. ეს არის ქვემო ახალშენის ღვთისმშობლის ეკლესია. კი. იდეო უყალოდ. ზევით რო ავიდეთ იქით, ნაქალაქარშიც ავიდეთ და ვნახოთ. თუ ავედით. დავანთოთ ჩვენ ახ ეგ რო დაანთო. კი, შეიძლება. აი, ესეც აქ არის, აი. ხო, ისა. ესე იგი, მეგობრებო, როგორც იქნა მოაღწიეთ ამ გზაზე, აგერ ეკლესიასთან მივედით, სანთელი დავანთეთ, საკმევილი დავანთეთ და მოვადექით საკუთარ სოფელს, რომელიც აქეთ მხრიდანაც ჩაკეტილია, ეს არის ქვემო ახალშენი, გახსოვთ ხო ალბათ, ერთი ვიდეო მაქვს მე გადაღებული, ზედა მხრიდან მოვადექით ამ სოფელს. კერძო საკუთრება, ესეც არის ქვემო ახალშენი, აქ იყო
ძველი ნაქალაქ არის, აი გზას უნდა გავყოლოდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩაკეტილი ასე ვერ შევალთ. ვერც ზედა მხრიდან ვერ შემოვედით, ვერც ქვედა მხრიდან, ორივე მხრიდან არის გზა ჩაკეტილი. მაგრამ არა უშავს. წავალთ სხვა ადგილებსაც გაჩვენებთ, დავათვალიერებთ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მინდოდა მიტოებული სოფლის ნანგრევების გადაღება, მაგრამ დათო აქედანაც აგერ ჭიშკარი არის, კერძო საკუთრება და ვერ შევდივართ. დასასვლელი არც არის, მანქანის გოუწმენდელია, ხედავ ვიცი. აქედან ვინ გავა, ვერავინ ვერ გავა, იმიტომ რომ გზაზე რამდენი ისინი ეყარა ქვიშები, ხო? ფიზიკურად აქამდე მანქანა ვერ მოვა, ამიტომ ვერავინ ვერ დადის. ჩვენ ახლა აგერ აქ-აქაწყრი, აი ქვიშები გზაზე, ჩვენ ახლა შემოვლითი გზით ვიარეთ და ამ ეკლესიამდე ასეა თუ ისე წვალებით მოვედით, მაგრამ შეიძლება ამ ტაძრის შემოსავლელი გზა არის, სალოცავი გის. შეიძლება, ხო, არ ვიცი ახლა რას იზავენ, გაშლიან თუ გააკეთებენ, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში კერძო საკუთრების ჭიშკარი დაკეტილი დარჩება. წავიდეთ დათო. ვაგზელეთ ჩვენ გზას. ხოუბანში კაი თოვლი მოვიდა. და ღობნის ეკლესიაში გვინდა ავიდეთ და დავათვალიეროთ თუ ავედით. მედი ავალთ. მე მგონი ვერ ავალთ და ჯობია დავანებოთ თავი. სად არის შორია კიდე? შორი არ არის, მაგრამ რავი ასეთი გზა არის და. მეცა ხიდებს რო ჩარჩა უჭირს, მაინც. არა, კაცო, მიდი შუր. ჰა? მიდის, ჯერ არაფერი არ არის, უჭირს. მიდის, ხოლა. არა, просто რაღაც უბედური გზაა. უბედური გზა. აუ, აი ნახე რა. ო და აბა რა საუმეგია და. რაჩი. ამ კანალში ჩასვიდეში. კანალში. ეს ღრმაა და. მე არა, ვა. აქეთ მოეძალე. არ გადაუვე? ჰა? თილიდან. გამოსულა. ნელ-ნელა მივდივართ რა. ძალიან გაფუჭებული გზა არის. არც ჩანს ისია დათოვლილი. კაი, წამოვედით მაშინ. აკაი პირდაპირ იმ კანალს. ცოტა გაზითაც შეგიძლია რომ ახვიდე, რავი. აი მარჯვენა მხარეს გაუყევი და მარჯვენა მხარე ემინა ტალახშია. და თუ
სპორტში მოგვივარდეს. დავდგებიო უკან უნდა. სადადად. გასდათ. ცოტაზე ჩამოდი, ცოტაზე. ალახია, ვიგი ქვიანი. ო. შეიძლება. ალახი, დელა. დათო, ჩამოდი შენ, ცოტა არ დაისვარო, რასგონს ავიღებ. წინ წავალ თორე ვერ ჩერდები. მიდი ხო, დათო. ხო. არა, ტალახში წავა. ცოტა რასგონს ავიღებ. გაიწი დათო. ჩამოვიდა? აქ ძალიან მურტალი ისინია, რა ქვია. დიაგონალები, მე მგონი ვერ ამოვართ. სინჯოთ რა კაცო ერთხელ. აბა თუ დაიძრები საერთოდ. Espera morto. ხან გაყრა ჩველის რა პედალზე, გაზის პედალზე. ვინც კავერა მოვართ. ახლა იქით. ეხლა აქ ნახოთ რა ხდება. იქით ნახოს ხო. მოვდივართ. აი. აქეთ მოძია ღარში. ეხლა მივდივართ 40 სებასტიანელი მოწამის სახელობის ეკლესიაში. წადი. უკინა დადოუღე? ჰა? ისეთი აღმართი არის მოსტა. ნახოთ. ვერ ამოვიდეთ. ნორმალური აღმართია რავი რა, აქ რატო ვერ უნდა აქ ავალთ, მაგრამ იქა. იქაც ასე რაღაც კლავნად მიყვებოდა რა ვიცი. ბუში მაგალა. დამო. ვაკეს მე აქ ვერ ხედავ, მე ხედავ აღმართს, მაგრამ საიტსა გზა მარჯვნივ თუ პირდაპირ. გაჩერე არ ვიცი. გზა იქითაც მიდის და აქეთაც. აქეთ კაი არაფერი ჩანს, იქეთ არ ვიცი. არც იქით ჩანს კაი არაფერი. იქ აღმართია, იმას იანავალ თანა. ხო. აფერად პადიონს დაძლევ. პადიონს რა, უნდა შევხედო გზა როგორ მიდის. აქედან ვერ ხედავ გზა, სად მიდის, სად ჩერდება. აბა სად მიდის იქიდან რას გეიგე? მარცხ. აი პირდაპირ უნდა. აი იქ იყო ფაიზები. სდი დავალ და რა ვარ უკან ჩამოვარ. ხარეს უნდა მიეძალო რა. უკან ჩამოვარ აქ მოუხევთ აქ. ო, მიდი მაშინ ადი ბესო დამოვალ მე. აი აქედან მეორე სტოლბა როა, იქ იყოფასავით და მარცხნივ მიდის? ო, ოკეი. აჰა. აი რაღაცები რო ყრია, იქ არ უნდა ახდე რა. აი პირდაპირ. აი, მიდი აი იქ დადექი კაკრას შენ, რაღაცები რო ყრია.
წადი ბესო, წადი, რას ბუქსაო. ბუქსაოს. გიწევს რა არ უნდა. დავაი. ეცა აქ ცოტა გაყინული ვით არის, მაგრამ რავი რა. ხო. აი რო დაცურდი, აი იმას არ მიეჯახო აი. იქ რა ვინაგეს. იქ დადგომანდაბეთ, სადაც შეიძლება ჩავცურდეთ. უთხარი, რაცია შენ გიკავია. ბიჭო, მაგ შეიძლება ჩამოვცურდეთ და ადი, აქეთ ადი, მარჯვენა მხარეს ზევით. ვერადი ეს ადი. ო? ცოტა გაზით ამოთ. რა უნდა მოწოდოს ვაფშე? ავიდა და ეგ არის. აქ მიასვლა, რა უნდა, ვიო. ბიჭო, არა, დაყინული იყო თოვლის დაბლა. მე რა მაინც მეიდება. მე რა ყინულია. ისე პაგრიშკები 40-33 მონასტერი. პაგრიშკები მოწამეთ. უმატე. აზეულას ციხე, სოფელი ასურეთი. აღმართი კი არა, ძაღლია იქა, კავკასიური ნაგაზიაო. გააჩერებ, აი სწორი ადგილი არის ცოტა ზევი. ხო, გავაჩერებ. ცოტა ზევითად. ძაღლები. მოდი ბიჭო, არ შეგჭამოს. აი საქმეზე მოსულ ხალხი ვარ, ვარიანტი არა, კუცაკიცინებს. რომ იყო რა. წეღან არ აქიცინებდა. თან როგორ უკან იყურება მეორე სადარიო ჩემი. თან იმას უყურებ? ხო, თან იმას უყურებს მეორე სადარიო. აუ, რა კაი ძაღლია. ხალხი ძაღლია. მაგარი ძაღლია. ისიც კუცაკიცინებს. იმათ გაუხარდათ ახლა თქვენ საჭმელს მომიტანეთ. ვენო ей დედალი ყო. ლეგვე ყურავს, არა. ეს რა პერგავს ჩვენ? რომა. აი რა ეკლესია. 40 სებასტიანელი მოწამის სახელობის ეკლესია თუ მონასტერი? მონასტერი, ასე ეწერა მონასტერი. ეს მონასტერი. აქ შეიძლება არიან კიდევაც. შევიდე შიგნით? ასე პირდაპირ შეხვა? აია. შეიძლება ცოტა აქეთ გააჩერე გვერდზე. აი ის გამოსვლელი არა ხათალია. აი რა. რა მაგარი ადგილი. ძალიან მაგარი ადგილია. ძველი და ზარი. ეხლა მთავარია ჩვენ ცუღრიება არ გვიკვიჩონ. გამორთ ეს ისა რაცია ბესო და ჩადი ჯიბეში. ეხლა მოვედით მეგობრებო, ამოვედით 40 სებასტიანელი მოწამე მონასტერში და გადასარევი ამინდია, თოვლი როგორც იქნა ვნახეთ. საკმაოდ მაღალზე ვართ და მინდა შევიდე ხამ ეკლესიაში და დავათვალიეროთ. გამარჯობა დილამშვიდობის. ბაბუ ახლა ძაღლებს გაუმასპინძლდება. მანამდე მე მონასტერს მოვინახულებ. ძალიან ლამაზი ადგილია. ზევითაც არის ასასვლელი. ნეტა შეიძლება აქ ასვლა?
ერთი აქ ავიდეთ. სამრეკლოზე ადის ეს. ღია. შეიძლება ალბათ ხო შევიდე. უი რა კაი სიტყვა აქვს. სანთელს დავამატებ ახლა და გამოგზავნებთ მერე. ძალიან ლამაზი ეკლესიაა. კომპლექსი დიდია ეხლა როგორც ასეთი. ვათ ეხლა ჩვენ კაბენის მონასტრამდე. აი მე მივდივარ ეხლა. აბენი იქეთ არის კაცი. ასურეთიდან ავსულვარ ჩვენ. მე ესე გადავდივარ. ასე უნდა გადახვიდეთ? არა, იქ ნამყოფი ვართ. აქეთ ხარ ეს ქვემო ქართლის რაიონში სანახავი თუ არის კაბენი, გუდარეხი, ფიტარეთი და სამშვიდე. გუდარეხშიც ვიყავით, ფიტარეთშიც და სამშვიდე. აი კაბენი არ მახსოვს, ვარ ნამყოფები, ბაბუ არა ვარ ნამყოფი. კაცო, თავიდან რო ავედით, შენი მანქანა თავიდან პირველად. ხო. რა მანძილია მამა აქედან? 4 კილომეტრი ახლოა. ხო. კაბენში არ ვიყავით, მაგრამ იქიდან არის გზა ასურეთიდან პირდაპირ. არა, იქიდან არა, აქედანაც არის. იქიდან ამოსულვარ ჩვენ. კი ბატონო, იქიდან ეხლა ვერ ახვat. ეხლა ვერ ახვat. ხო, მაგარი ტალახები იყო და ალახი არ არის, აღმართია ძალიან დიდი, რომელზეც იოლად ვერ გადა. არა, ნუ ფაქტიურად. ესე იგი კაბენის შემდეგ გზა მოდიოდა, იმას რო გამოყოლოთ, თაბად გადმოვიდოდით აქეთ, ხო? და იქეთაცაა, რომ საცალფეხოა მგონი თუ? ოჯორში საცალფეხო. ოჯორში გადასა. ოჯორში, კიკეთში. მანქანით ვერ გადა. 40 მოწამეთას ეკლესია რატო ქვია? ეს არის 40 სებასტიელი მოწამე. სებასტიელი? იგივეა. ძველ ტრადიციებში ამბობენ რომ ღოუბნელები იყვნენ, მაგრამ არანაირი წყარო და ის არ არის ეგრე შეუძლებელი. დეტა როდის არის აშენებული? მე-16 საუკუნის 16-ში. 16-ში. 99 წელს მამა კონსტანტინე იყო ეს გოგოშვილი და იმან აღადგინა და მე გარდაიცვალა ის 2000. ხო, თვითონ ტაძარსაც ეთყობა, რომ ძველია. ხო, გუმბათი იდგა, გვერდები ქონდა ჩამოშლილი და მე გადახურე. ერთი 4 წელი კიდე ჩაუტარეთ რესტავრაცია. ძალიან ლამაზ ადგილას არის რა, ძალიან მაგარ ბუნებაშია. კარგია და დიდებული. მერთან ხელი მოგიმართოთ თქვენ გზაზე. იცოცხლეთ. მადლობა. ეს იყო ალბათ კიდე რომ დავინახეთ. აი კითხე არ არის იქ ხარ ეს ალბათ ჩააში. რა ვქნა? წავიდეთ. წავიდეთ. აგერ არის ეკლესია. ხეებში. წამო აბა. რაც შეიძლება მარცხნივ. ეს აქეიფო ყოფილი.
ნისლი არაფერი არ. გადახურულია ხო, მაგრამ რა ვიცი. მოვედით ღოუბნის ეკლესიაში. შევიდეთ, ახლა მოვინახულობთ ეკლესიას, ანთელი დავამთოთ. თოვლი მოვიდა, როგორც იქნა ვნახეთ. არაჩვეულებრივი ამინდია თოვლიანი. გზაც ნორმალურია. ჩვენი მანქანისთვის ყოველ შემთხვევაში ორხიდიანი მანქანისთვის ჩვეულებრივი ამოსასვლელი გზა არის. შევიდეთ ეკლესია ვნახოთ.